Dimitri Lord-Kipanidzes ვკითხო, იდენტობის დაკარგვის შიშებს რამდენად მოხსნის პროცესი, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი. მოგესალმებით, ქალბატონ დიანა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მეც მინდა შევუერთდე საყოველთაო მოლოცვას, ვინაიდან ეს არის ეპოქალური მნიშვნელობის პოლიტიკური აქტი, რომელშიც საქართველო ერთვება პირველად. და რა თქმა უნდა, ისე როგორც ნებისმიერ პოზიტიურ მოვლენას ამ შემთხვევაშიც საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის სარგებლობის უფლებას გააჩნია თავისი გამოწვევებიც და ეს გამოწვევები პირველ რიგში დაკავშირებულია იმ გამოცდილებებთან, რომელიც უკვე აისახა ჩვენი პარტნიორი, მეგობარი აი რა გამოწვევას ხედავთ ამ პროცესში ჩვენი ქვეყნების რეალურ ცხოვრებაში, მაგალითად მოლდოვას ცხოვრებაში, მე აქვე ის მინდა გითხრათ, რომ ის რაც ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დღეს ხდება საქართველოში, ამან 4 წლით დააგვიანა ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან ჯერ კიდევ 2006-2011 წლებში ევროკავშირთან აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში დაძლეული სამოქმედო გეგმის საბოლოო შედეგი უნდა ყოფილიყო ის, რომ ჩვენ უნდა მიგვეღო მოლდოვასთან ერთად ვიზა ლიბერალიზაციის სარგებლობის უფლება, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით მოლდოვამ მიიღო, ჩვენ დაგვიგვიანეს. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ აქ ყველა პირობა შესრულებული იქნა პოლიტიკური ცხოვრებაც და ეს ბიუროკრატიაც და მთელი რიგი მოთხოვნების შესრულებაც იმ დონეზე იყო, რომ საფუძველი არ ქონდათ ამ დაგვიანების და ეს რაღაც ასეთი გადაწყვეტილება იყო მიღებული, იმიტომ რომ როცა ამას ამბობთ, იქნებ უფრო მეტი ვთქვათ, დიახ, ამის შესახებ. ორი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, შეიძლება ძალიან სუბიექტური ვარ, ყოველ შემთხვევაში ასე მგონია მე. ვინაიდან 2013 წლის მდგომარეობით ჩვენ რო გვესარგებლა ვიზა ლიბერალიზაციით, მაგრამ ეს არის სწორედ ის გზაჯვარედინი, როდესაც ქვეყანაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების შედეგად შეიცვალა პოლიტიკური სისტემა, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ეს იყო ერთ მმართველობის სისტემის ორი ფორმალური მონაწილის მიერ გათამაშებული სპექტაკლი, გულისხმობ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის არსებული კოჰაბიტაცია. მიუხედავად ამისა, დასავლეთმა ერთის მხრივ ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევის ფაქტის ცნო 2013 წლის მდგომარეობით, როდესაც არ ჩათვალა საქართველოს ღირსად ვიზა ლიბერალიზაციის სარგებლობისა, ხოლო მეორეს მხრივ დაწყებული კოჰაბიტაციისთვის გარკვეული გამოსაცდელი ვადა დააწესა იმისთვის, რომ იგივე ანტიდისკრიმინაციული კანონის მოქმედება იყო მანამდე, თქვათ, ბიომეტრიული პასპორტების და პირადობის მოწმობების აიდიზაციის თემა იყო, რეადმისიის ხელშეკრულება იყო უფრო ადრე კიდევ 2011 წლის მდგომარეობით. ბიომეტრიულ პასპორტებში რამე საფრთხეს ხედავთ, ბატონ დიმიტრი? არის სხვა საკითხი, მოდით ამაზე მერე კოაბიტაცია ის ხო მოცემულობა იყო და არა ევროკავშირის ან ევროპული სტრუქტურების დაკვეთა. ეს რეალობის სათაურია, რომელიც შეიქმნა 2012 წლის შემდეგ. ქალბატონ დიანა, მე პრობლემას როგორც უფლებადამცველი იმაში ვხედავ, რომ როდესაც 120,000 ადამიანი პეტიციით შევიდა იუსტიციის სამინისტროში მოთხოვნით, რომ მათთვის ალტერნატივით სარგებლობის უფლება დაეტოვებინათ, გარკვეული მოსაზრებების გამო, ამაზე ბევრს ვისაუბრებთ მხოლოდ იმაზე, რომ პიროვნების თავისუფალი უფლების განვითარების უფლების კონსტიტუციით მონიჭებული ასე ვთქვათ, უფლების რეალიზაციიდან გამომდინარე შევიდა ეს პეტიცია მოქალაქეებისა და ეს არ დაკმაყოფილებულა დღემდე 120,000 ადამიანი უარს აცხადებს აიღოს აიდის ბარათები და რეალურად ისინი რჩებიან საარჩევნო ხმის უფლების რეალიზაციის გარეშე. და სახელმწიფო თუ ვერ ხედავს ამაში პრობლემას, მე პირადად ვხედავ ამაში პრობლემას, არ ვიცი ვინ დამეთანხმება და ვინ არ დამეთანხმება. და ამ ყველაფერს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს უკავშირებს. გარკვეულწილად ეს იყო ფასი, რომელიც საქართველოს გადაიხადა. დიახ, გარკვეულწილად რომ ვიღაცას რაღაც გაურკვეველი შიშები აქვს დოკუმენტებთან დაკავშირებით და ამის საპირწონეა პროცესი, რომელსაც დღეს დაედო სათავე. მოდი ფაქტებიდან გამოვიდეთ. ის რომ არჩევნებში მონაწილეობას ადამიანები ვერ ღებულობენ და სახელმწიფოს არ აქვს ცალსახა პასუხი თუ ეკუთვნით ალტერნატივით სარგებლობა, რატომ ეკუთვნით ან რატომ არ ეკუთვნით, ამის განმარტებას არც ერთი ხელისუფლება არ აკეთებს, არც ნაციონალური მოძრაობა, რომლებმაც 2011 წლის 1 აგვისტოს ფოიერვერკებით ბათუმში აღნიშნეს სწორედ ესე იგი პირადობის მოწმობების აიდიზაციის პროცესის დასაწყისი და ვერც ქართულმა ოცნებამ და მისმა ministrმა ქალბატონმა თიაწულუკიანმა დამაჯერებელი პასუხები ვერ გასცა ამ კითხვაზე. დიახ, რაღაც ფურცლებით რაღაც ალტერნატივის შექმნაზე, სადაც რომელიც აიდის ალტერნატივა იქნებოდა ამ ადამიანებისთვის. ხომ იყო ამაზე მსჯელობა? იყო, მაგრამ ეს მსჯელობად დარჩა და მას არ ქონია სხვა განვითარება, არც სადისკუსიო მაგიდასთან, არც საპარლამენტო კომიტეტებში, არც სხვაგან, სადაც შეიძლებოდა საბოლოოდ გამოსავალი
მოსავალი გვენახა. ფაქტია, აი ამ სარგებელს მოდის ვიხდი. ფაქტია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი არის შესული მოქმედებაში, სოციალური ნიშნით და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს ნამდვილად აქვს გნებავთ ამ აიდიზაციის საყოველთაო პროცესის დაწყების პროცესში ადგილი. რეალურად ადამიანები არიან დაჭაგრულნი, ისინი არიან უფლება შეზღუდულნი და ამ უფლების შეზღუდვის ფაქტთან დაკავშირებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ქართული ოცნება არ იღებს. ეს არის მოცემულობა, ეს არის ფაქტი, მაგრამ თუ ეს არის ფასი იმისა, რომ ჩვენ დღეს ვიზა ლიბერალიზაციით სარგებლობას უნდა ვზეიმობდეთ საყოველთაოდ, მაშინ ესეც არის გარკვეულწილად პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვინაიდან ჩვენ უდაოდ ამ მნიშვნელოვან მოვლენას, ამ დიდ შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებისთვის, ამაზე ამ პროცესში შეიძლება გამოწვევა ჩავთვალოთ რაღაც ფობიებით შეპყრობილი ადამიანების. ეს არის მოცემულობა, ქალბატონო დიანა, რაც შეეხება გამოწვევას, ამ გამოწვევის წინაშე არა მხოლოდ მოლდოვა მაგალითად, უფრო ადრე, როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გახდნენ ბალტიისპირელი სახელმწიფოები, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, მე ვიყავი პირადად ვილნიუსში რამდენჯერმე და ერთ-ერთი მთავარი განსახილველი პრობლემა იყო ის, რომ 15-დან 18%-მდე ახალგაზრდობისა, განსაკუთრებით ირლანდიისა და ინგლისის, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებში პოვებდნენ თავიანთ შემდგომ, ასე ვთქვათ, გაგრძელებას, სამსახურეობრივი კარიერისა, სწავლისა და შემდგომში დარჩენისა, ანუ გაიწოვა ძალიან ბევრი ადამიანი შევიდა ევროპის კონტინენტზე, ისე რომ უკან აღარ დაბრუნებულა. ეს განოდარღვევა თუ შეხვალ ისე რომ უკან არ დაბრუნდები. ამ შემთხვევაში ევროკავშირზეა ლაპარაკი, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზეა საუბარი, მათ ლეგალურად თავისუფალი გადაადგილების უფლება ჰქონდათ და იქ შრომითი მოწყობის საფუძვლებსაც ეძებდნენ კანონიერ. გასაგები, მე ვამბობ საქართველოს გამართებაში. ეროვნულ დონეზე იქ ტრაგედიად აღიქვამდნენ იმას, რომ ლიტვა დატოვა ადგილობრივი ახალგაზრდობის 15%-მა. 2013 წლიდან 17 წლამდე 1,800,000 ადამიანი გასულია მოლდოვიდან. ესეც არის ეროვნულ დონეზე გარკვეული გამოწვევა და პრობლემა ამ ქვეყნისთვის. იმიტომ რომ ახალგაზრდების გასვლით, მასობრივი მიგრაციით, თავისუფალი გადაადგილების საუკუნეში ვცხოვრობთ. კარგით, კახაკუკავას. და ბოლოს, კალკონდიანა, IDFI-ს საბოლოო გამოკლე იცით თქვენ, რამდენიმე დღის წინ დაიდო გაეროს განვითარების პროგრამის წარმოებული კვლევის შეფასება. 2002 წლიდან 2015 წლამდე, ანუ საყოველთაო აღწერის დაწყებიდან საყოველთაო აღწერის მეორე, ასე ვთქვათ, შედეგების გამოქვეყნებამდე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შემცირებულია 15%-ით. მე გეუბნებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეპოქალურად პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესია თითოეული ადამიანის პიროვნული განვითარების შესაძლებლობაა ევროკავშირთან თავისუფალი ურთიერთობა. ნამდვილად, უდაოდ ეს არის ძალიან დიდი პოზიტივი, მაგრამ ამას ახლავს მეორე გამოწვევაც. მე ამას ვამბობ მხოლოდ. რამდენად შევძლებთ, რომ ამ გამოწვევას თვალი გაუსწოროთ, აი ეს არის უკვე ჩვენი პოლიტიკური ამოცანა. დიდი მადლობა.